საღამოშვიდობის მე დავით ქაშიაშვილი ვარ, რეპორტიორი. გადაცემის გუნდთან ერთად წარმოგიდგენთ შაბათის ფორმულას. გასულ დღეებში არაერთმა ფაქტმა დაგვანახა ოცნების უმძიმესი და ბინძური შავი პიარი, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული უსაზღვრო აგრესია. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სამეფო უბნის თეატრში, სადაც რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლი ლიბერტე და იდგა ოცნებამ აგენტი შეაგზავნა. თეატრში გადაღება აკრძალულია, თუმცა ის პარტერში სწორედ იმიტომ იჯდა, გადაიღო სცენები, სადაც მთავარი გმირი შიშველი ჩანს და მისი მონოლოგის ფრაგმენტები, რომელიც ოცნების ტოქსიკური და ძალიან ბოროტი გეგმის მიხედვით კარგად იმუშავებდა საზოგადოებას. მით უფრო თუ თითქმის 3 საათიანი სპექტაკლიდან უკონტექსტო რამდენიმე წუთს ნაკუწებს მიაწვდიდა საზოგადოებას იმედის ეთერის მეშვეობით. იმედს მალევე შემოეშველა, ვფიქრობ, კარგი კინორეჟისორი, მაგრამ პროპაგანდის საყრდენად შემდგარი ლევან კოღუაშვილი. მისი წერილიც იმედმა გაავრცელა, რეჟისორ სპექტაკლი არ უნახავს, მაგრამ გადაწყვიტა, რომ საზოგადოებას უნდა მოუწოდოს მისი ვრცელი სტატიიდან ფრაგმენტი. ეს ადამიანი გულისხმობს დათა თავაზეს ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტიც არის და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ ხედავენ და როგორ გრძნობენ ამ ქვეყანას, თქვა კოღუაშვილმა და სამეფო უბნის დასი საჯიჯგნად მიუგდო რეჟიმსა და მის ტიტუშკებს. სპექტაკლის მიმდინარეობისას სამეფო უბნის თეატრთან რამდენჯერმე მივარდნენ ტიტუშკები, რუსეთუმეები და მღვდლები. სპექტაკლის ავტორებსა და მონაწილეებს ეკლესიიდან განკვეთით დაემუქრა დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ათასობით მორწმუნე ერთმანეთს დიდ სიყვარულს უზიარებდა. ანდრია ჯაღმაიძე კი იმუქრებოდა და იწევლებოდა. სამწუხაროდ სპექტაკლი, რომელიც ფასდება თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმოდგენად, გუშინ არსებული საფრთხეების გამო სცენიდან მოიხსნა. ამ თემას სტუმართან ერთად ვრცლად შევეხებით ცოტა ხანში. სპექტაკლში ქურდულად შეყვარული ოცნების აგენტი და სამეფო უბნის თეატრიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ოცნების ყრილობა. როდესაც იმედი ლიბერტეს უკონტექსტო ფრაგმენტებს ავრცელებდა, ოცნება ფორმალურად ირჩევდა თავმჯდომარებს. ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდში ახლა ყველაფერი ერთად ირაკლი კობახიძეა. ისე როგორც ყავა სამი ერთში, რძე შაქარი და ყავა ერთ პაკეტში, ასეა ირაკლი კობახიძეც. პრემიერიც ისაა, პარტიის თავმჯდომარეც და გასული და ამ რუსული გეგმის მთავარი თავიკაციც. გავრილოვის ქვეყანაში ჩამომყვანი არეულობის მომწყობი, ევროპულ გზაზე უარის მთქმელი, რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდები ჟურნალისტების მცემელი, დამსჯელი, საქმეების შემკერავი, სრულმოწმე ირაკლი კობახიძე. რა ხდებოდა ყრილობაზე, ამას შაბათის ფორმულას მაყურებელი ვრცლად ნახავს რეპორტაჟში, მაგრამ ახლა ორი სიტყვით, რა ხდებოდა ყრილობის დროს ივანიშვილის სასტუმრო პარაგრაფის მიმდებარედ და ვინ არის დღის მთავარი გმირი, ქალბატონი შავებში, რომელიც თვითგამოცხადებულ დეპუტატებს ფარად ეფარებოდა. ჟურნალისტებს მისთვის კითხვები რომ არ დაესვათ და აგინებდა ხმამაღლა ნაციონალურ მოძრაობას. მტრული აქტი, უსამშობლო აქტი, უმადურობის აქტი ქართულმა ოცნებამ სხვადასხვა სახელი შეურჩია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცებულ მეგობარ აქტს, რომელიც თანდათან სულ უფრო უახლოვდება კანონად ქცევის ეტაპს. დამტკიცებას მალევე მოჰყვა სანქციების კანდიდატთა სიაც. ოცნება ცდილობს მეგობარი აქტი პროპაგანდისტულად მოთარგმნოს და ილაპარაკოს მხოლოდ იმაზე, რომ აქტი თითქოს მათ სანქციებს გულისხმობს. პროცესები ისე მიმდინარეობს, რომ სანქცია არის კომპლიმენტი, ჩვეულებრივი კომპლიმენტი, ამბობს არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. თუმცა სიკეთეებს, რაც საქართველოსკენაა მომართული, ამას ოცნების იმედით ვერ გაიგებთ. ვრცლად სტუმართან ერთად მეგობარი აქტი და Deep State, რომელიც ყველას ერევა ივანიშვილის კობახიძის გარდა. განვიხილოთ ერთად. ხმაურიანი იყო კვირა სასამართლოში, სადაც ერთმანეთის მიყოლებით რეჟიმი ასამართლებს ყველას, ვინც მათ ტოქსიციზმში ვერ ან არ იხარშება. ხუთშაბათს კლანურმა სასამართლომ 9 წელი მიუსაჯა ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს, 8 წელი კი მის პარტნიორს ირაკლი პაპიაშვილს. მოკლედ მიმოვიხილოთ ეს სადავო საქმე. მას შემდეგაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც პროკურატურა ბიტკოინების საქმეზე ედავებოდა, საქართველოსდან წავიდა და მას სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლიანი პატიმრობა. გიორგი ჩიკვაიძე ამბობდა, რომ მასზე იყო ზეწოლა და უთვლიდნენ, რომ მალე დააკავებდნენ. უთვალთვალებდნენ გემახსოვრებად, ჩიკვაიძე მასზე თვალთვალისა და დევნის ვიდეო კადრებს ყოველდღიურად აქვეყნებდა, ის მალევე დააკავეს მართლაც. ჩიკვაიძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და თვლის, რომ მას როგორც სისტემის ყოფილ მხარდამჭერს განსაკუთრებული სიმკაცრით სჯიან. მას შემდეგ რაც 2022 წელს ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულებაზე თქვა უარი. პროკურატურა მას და პაპიაშვილს ედავება, რომ მოატყუეს საჭარელი ბიზნესმენი, რომლისთვისაც იტალიიდან იახტა უნდა ჩამოეყვანა, თუმცა
თუმცა არც იახტა ჩამოუყვანიათ და არც ფული დაუბრუნებიათ ბრალდების მტკიცებით და ცხადია ამ ბრალდებას სრულად ითვალისწინებს სასამართლო. აქვე გეტყვით, რომ დღეს 6 საათზე ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა გამოაცხადა. საკალათო სასამართლოში ამ კვირას სინდისის პატიმრების ხდომების გაიმართა, სადაც არცებითი განხილვა მიმდინარეობს. მოწმეების ძირითადად სრულ პოლიციელების გამოკითხვა. ერთ ჯგუფში 8 დემონსტრანტია, მეორე ჯგუფში 11. მაგალითად, ერთ-ერთ პოლიციელს გივი წიქოძეს კითხეს დაზიანებისთვის, რომელიც მან აქციაზე მიიღო, ხომ არ არის დაზარალებულად ცნობილი ორ სხვადასხვა სისხლის ამართლის საქმეში. რაზეც მან თქვა, რომ მე მგონი ეგრეა. ანუ დაზიანებები მიიღო და ამ დაზიანებებით ორ სხვადასხვა სისხლის საქმეს ამაგრებს. კიდევ ბევრი რამ თქვა გივი, მაგრამ გამოტოვოთ. რა იკითხეს ადვოკატებმა და რა პასუხები გასცეს სავარაუდო სრულ მოწმედ შემდგარმა ძალოვანებმა. არიან თუ არა ბრალდებულები სწორედ ის პირები, რომლებსაც დაზარალებულების სტატუსის მქონე პოლიციელებს დაზიანებები მიაყენეს, შეუძლია თუ არა პოლიციელებს დააზუსტებით იმის თქმა, რომ რუსთაველის გამზრიდან მათი მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს მხოლოდ აქციის მონაწილეები ისროდნენ და არა მაგალითად ეგრეთ წოდებული პროვოკატორები, ხედავდნენ თუ არა, რომ ბრალდებულები რაიმეს უწევდნენ ორგანიზებას. ვერც ერთმა გამოკითხულმა პოლიციელმა ვერ დაადო ხელი ბრალდებულებს. სამივემ თქვა, რომ არ დაუნახავთ ვინ ესროდა მათ ქვებს, თუ პიროტექნიკას არ იციან ჰქონდათ თუ არა ორგანიზებული ხასიათი დემონსტრანტების ქცევას, არ შეუძლიათ თქმა, რომ ის ვინც მან დაზიანება მიაყენა, ნამდვილად აქციის მონაწილე იყო, რადგან არ დაუნახავთ. პროცესზე ხმამაღლა და მრავალჯერ გაიმეორა ირაკლი დგებუაძემ, რომ ლოყა ეტყინა და გაუკვირდა, რატომ დასცინის მას საზოგადოება. მზია ამაღლობელმა მას კითხვა ისე დაუსვა, ისეთი რა ატკინა, რომ ციხეში 7 წლით უშვებს. ცლად ტყვე ჟურნალისტის საქმეს რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ ასევე პირდაპირ ჩართვასაც. 2024 წლის 28 ნოემბრიდან პროევროპული აქციების დაწყების დღიდან დღემდე სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის 4 დემონსტრანტი დააკავეს. 4-ვე თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და ფიქრობენ, რომ სამიზნეები ანტისახელისუფლებო პოზიციის გამო გახდნენ. 4-ვე მათგანი ჩხრეკისა და დაკავების დეტალებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თუმცა იდენტურად ყვება. შეკერილი საქმე ჩადებული ნარკოტიკით 4-ვე ბრალდებული საქმეზე ამ კვირაში განიხილა სასამართლომ დაკავებულები მძიმე და უსამართლო განაჩენის მოლოდინში არიან. კლინიკა ვივამეთში 4 მაისს საღამოს გარდაიცვალა პატიმარი, რომელიც იქ მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს კლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულებიდან. ადამიანს ჰქონდა 30-ზე მეტი მოტეხილობა, ნაცემი იყო, მაგრამ გამოძიებას არაფერი გაუკეთებია. თვითონ ავითარებენ ვერსიას, რომ წაიქცა, ამბობს ადვოკატი იოსებ გორგაძე. გასული წლის 24 ოქტომბერს ტალკის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე იყო დაკავებული, ის მძღოლი იყო და პარკ აქტივი მიჰყავდა ოცნების აქციიდან თბილისიდან წალკაში აბრუნებდა, როდესაც ავარია მოხდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ ის წაიქცა, მაგრამ არა წაქცევის, არამედ მისი კლინიკაში გადაყვანის კადრებს ავრცელებს. 7 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საკუთარ მოქალაქეებს თბილისის სამსავაჭრო ცენტრში East Point-ში, გალერეა თბილისსა და თბილისი მოლში ბომბის არსებობის საფრთხის შესახებ აფრთხილებდა. და ამ ტერიტორიაზე მისვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა. მუშაობთ მორიგი სრულშეტყობინების ფაქტზე, უპასუხა და ასე გამოეხმაურა სუსი, თუმცა იმ ღამით, როდესაც ეს განცხადება ამერიკის საელჩომ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, არც ერთ სავაჭრო ცენტრში პოლიცია არ მისულა. დღეს ამერიკის საელჩომ კიდევ მიმართა საკუთარ მოქალაქეებს და უთხრა, რომ საფრთხე აღარ არსებობს. და ბოლოს 28 ნოემბრის შემდეგ, როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა და თითქმის პოლიციის ყველა დანაყოფმა განსაკუთრებული სისასტიკე გამოავლინა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, როდესაც რეჟიმი სრულად იქცა პოლიციურად, შინაგან საქმეთა არალეგიტიმურმა და დასანქცირებულმა მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომ პოლიციელი შეიძლება გახდეს ყველა, მინიმალური ან ნული განათლებით სამართალში. ეს ცვლილება ნიშნავდა, რომ პოლიციის რიგებში ვნახავდით ყველას, განურჩევლად ცოდნისა, ღირსებისა თუ პოლიციის მუნდირის პატივისცემისა. ცხადია, არავის გამოვარჩევთ, თუმცა გასულ კვირას თბილისში და სხვა ქალაქებში მობილიზებული პოლიციელებიდან მინდა ამ ბავშვ პოლიციელებზე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, მათი ასაკი მიგვითითებს, რომ ან სკოლა წელს დაამთავრეს, ან შესაძლოა სტუდენტები არიან, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში სამართლის მცოდნეები ან შესაფერისები იმ საპასუხისმგებლო პოზიციისთვის, რასაც სიმართლის მცველობა, პოლიციელობა გულისხმობს. მაგრამ ოლიგარქი საქართველოსსა და ცხეები ცურავენ, შეიძლება ბავშვები იქცნენ პოლიციელებად, რადიკალები გამომძიებლებად, რუსეთის აგენტები პროკურორებად.
თბილისსა და თბილისში განვითარებული მოვლენებს ახლა საინფორმაციო გამოშვების ბადე თავარ და ძირითად დროს უთმობს. ეს ქალაქი ისევე როგორც დანარჩენი საქართველოს სავსეა მაგალითად ბაღებიდან გათავისუფლებული პედაგოგებით, შეურაცხყოფილი მასწავლებლებით, რეჟიმისგან დამცირებული მოქალაქეებით და რეჟიმთან დამარცხებული მოქალაქეებით. კრიტიკულ მედიას, რომელიც პროპაგანდასთან საინფორმაციო ომშია ჩაბმული, ხშირად ყურადღების მიღმა რჩება რეგიონები და იქ არსებული ურთულესი მდგომარეობა. თბილისიდან 183 კილომეტრში ჭიათურაში 72 დღეა შიმშილობენ. პროტესტში მონაწილე ერთ-ერთი მაღაროებელი კლინიკაშიც გადაიყვანეს. მაღაროელების ღარიბი, ეკოლოგიურად განადგურებული ქალაქი შავი მდინარით, ღრმა უძირო ორმოებითა და საძირკველ გამოცლილი სახლებით. მიუხედავად იმისა, რომ ჭიათურას პროტესტი 3 თვეზე მეტია, რაც გრძელდება, მათი როგორც არავის ესმის ამ ქვეყანაში, როგორც ოცნებას, როგორც არავის ესმის, ისე არც მაღაროელების ტკივილისა ესმის. უწყვეტი პროტესტის მონაწილეები ეკოლოგიურად და ეკონომიკურად განადგურებულ ჭიათურაში ითხოვენ სახელმწიფო ჩაერთოს მათი პრობლემების მოგვარებაში. შეხვდეთ მათ ხელისუფლების წარმომადგენელი, მოისმინოს მათი პოზიცია შექმნილი კრიზისისა და პრობლემების შესახებ, მაგრამ ნაცვლად ამისა ჭიათურაში პოლიცია მოშიმშილეთა კარავიდან გაიტაცა და ქუთაისის სასამართლოში პატიმრობაში გაუშვა პროტესტის მონაწილე 4 მაღაროელი. დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათ შუქრუთის მაღაროს დირექტორზე თავდასხმა ედებათ, ჩხუბი მართლაც მოხდა, როდესაც შუქრუთის მაღაროს დირექტორმა პროტესტის მონაწილეებს ნახირის ჯოგი უწოდა. პროტესტის პარალელურად კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა იანვრიდან ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად გააჩერა. მიზეზად კი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის რადიკალური პროტესტი დაასახელა, ამიტომ ახლა ჭიათურაში ვერავინ მუშაობს. შიმშილსა და ბანკის ვალებში ჩამხჩვალ მოსახლეობას ჯორჯიან მანგანეზი შეპირდა, რომ ხელფასის 60%-ს აუნაზღაურებდა და სადაზღვეო საოჯახო პაკეტს შეუნარჩუნებდა, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ისინი გადააგდეს. მაღაროელების მოთხოვნები ასეთი: უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების მოგვარება, მთავრობამ ჩაანაცვლოს კომპანია, შეიქმნას ჭიათურის ფონდი, მანგანუმის მოპოვების შემდეგ დაზიანებული სოფლების ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაცია უნდა მოხდეს მოთხოვნების მიხედვით, ეკოლოგიური საკითხების მოგვარებაც მათ შორის. ვრცელი რეპორტაჟი მორალურად, ფინანსურად და ფიზიკურად ეკოლოგიურად განადგურებულ ჭიათურაზე სალომე ბოკუჩავამ და მიშო მარტაშვილმა მოამზადეს. სალომესთან გადავალ ახლა კითხვით. სალომეს აღმშვიდობისა. პრინციპში ჭიათურა უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ქალაქი, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ერთი მადანით არის სავსე, რამდენი წელია იქედან მადანს ეზიდებიან და ეს უნდა აისახებოდეს ჭიათურაზე. თუმცა რა არის სურათი? გარდა იმისა, რომ ახლა მეშახტეებს უჭირთ და ისინი ვეღარ მუშაობენ, ვიცი რომ შენ შეგიძლია სრული სურათის შეფასებით თქვა რა მდგომარეობაა ამ ქალაქში. მდგომარეობა ჭიათურის მუნიციპალიტეტში საკმაოდ მძიმე არის და ეს იგრძნობა ქალაქში შესვლისთანავე. ახლა ყველაფერი გაჩერებულია იქ და ადგილზეც არავის დაუმალავს, რომ თუ არ მუშაობენ მაღაროელები, მაშინ განსაკუთრებულად ჭირს იქ ცხოვრება. ჩვენ ფეხით შემოვიარეთ სოფლებით, სოფელშიც გვეუბნებიან, რომ გარდა იმისა, რომ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგანან და სახლების უმრავლესობა ახლა მიწასთან არის გასწორებული, აუცილებელი არის, რომ ამუშავდეს საწარმო, თუმცა წესების დაცვით. ერთის მხრივ დაიცვან ეკოლოგია, მეორეს მხრივ ადამიანების უფლებები, რომლებიც ახლა გაფიცულები არიან. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით არა მხოლოდ გაფიცულებს, ან მოშიმშილე მაღაროელებს, არამედ რიგით მოქალაქეებს, რომლებიც ამბობენ, რომ თითქმის ყოველ მეორე ოჯახში ერთი მაღაროელი მაინც ცხოვრობს. თუ წერდით პენსიონერს, გვეუბნებოდა, რომ ის წარსულში მუშაობდა მაღაროში, ასევე გვეუბნებოდა, რომ მათი ირგვლივ მეზობლები არიან მაღაროელები. შესაბამისად, გამოდის, რომ თუ არ მუშაობს საწარმო წესების დაცვით, მაშინ შიმშილობენ ჭიათურაში. ძირემე პირობები აისახება სოფლებშიც, როგორც უკვე აღვნიშნე, და მათ ყურადღებას უკვე თვეებია არავინ არ აქცევს. ადამიანები თუ მანამდე შედარებით მობიერად იხსენიებდნენ ხოლმე ეგრეთ წოდებულ მთავრობას, ნაკლებად იყვნენ კრიტიკულები მათ მიმართ, ახლა უკვე ვერ მალავენ. იმასაც გვეუბნებიან, რომ რიტორიკა შესაძლებელი არის მათთან საუბრის დროს. აი, სწორედ ამიტომ მიჩნდება კითხვა, მაშინ რატომ ითხოვენ მთავრობასთან შეხვედრას? რა მოლოდინი აქვთ აი ამ ხელისუფლებისგან, რომელიც ხედავს საზოგადოება, რომ რას აკეთებს და თუ რას უკეთებს საკუთარ მოქალაქეებს, ამაზე კიდევ ცალად ვისაუბრებთ გადაცემაში. რატო შეერათ, რომ თუმად კობახიძე შეხვდება ან მათი წარმომადგენელი რაღაცას მოუგვარებს? ერთი დავიწყებ საეჭვო გადარიცხვებით. ჩვენ გვქონდა შეკითხვა, მაგალითად Steel International Trade კომპანიისთან დაკავშირებით, სადაც სხვადასხვა წლებში 2022, 23, 24 წლებში ფიქსირდება
გადარიცხვების ცესხების სახით, როგორც ჯორჯიან მანგანესის, ასევე ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო ფონდ ქართუსთან დაკავშირებით. აქ დიდ თანხებზე არის საუბარი, მაგალითად ცესხი არის გაცემული ივანიშვილის ფონდის სახელით, რომელიც თითქმის აღწევს 286 მილიონს. ანუ აი მადანის მოპოვების კომპანიამ მისცა ცესხი ამ ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელიც ჩართული არის ამ საქმეში, თუმცა, როდესაც კითხვებს სვამდით გაფიცულებთან, ამ გადარიცხვების შესახებ ინფორმაცია არ ქონდათ. როდესაც ვეკითხებოდით, რატომ ენდობოდნენ ირაკლი კობახიძეს, რომელიც 72 დღეა პროტესტი მიმდინარეობს და არც ერთხელ არ ჩასულა, ან არ შეხვედრილა მოქალაქეებს, გვეუბნებოდნენ, რომ მას შეიძლება სწორი ინფორმაცია არ ქონდეს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ეცნობოდეს არასწორი ინფორმაციას. თუმცა ჩვენ ხედავთ ამ დროის განმავლობაში ერთის მხრივ რომ სრულად ჩართული არის სამთავრობო მედია იმისთვის რომ მაღაროელები გააშაოს, ასევე არაერთ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი და სწორედ ასეთ სიტუაციაში არის დაკავებული 4 მოქალაქე და ასევე ვხედავთ რომ დროსთან ერთად მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდა ერთ-ერთ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც პროცესის ნაციონალიზაციას შეეხება. ორად იყოფა მაღაროელებს შორის აზრი, ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, ნაწილი აქვს დამატებითი კითხვის ნიშნები, იმიტომ რომ არ იციან რა ფორმულირებით უნდა მოხდეს ეს სრულად, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ამ პროცესშიც თავადაც უნდა იყვნენ ჩართულები და თუ კომპანია გაავა და ხელში ეს პროცესი სრულად გადავა არსებულ ხელისუფლების ხელში, მაშინ მაღაროელებმა თავად უნდა აკონტროლოს. თუმცა პრობლემა ისიც, რომ ახლა აი ამ დაძაბულ სიტუაციაშიც კი მათ კითხვებს არავინ უსვამს და რაღაც მოლაპარაკები მართლაც მიმდინარეობს, თუმცა მათ გარეშე ხო ასეა? შეიქმნა შესაბამისი კომისია, სამხრივი კომისია, ამ კომისიის წევრები მაღაროელები არ არიან. მათ არ ქონდათ სურვილი, რომ 3000 გაფიცული მაღაროელი ყოფილიყო პროცესში ჩართული, სურდათ მხოლოდ რომ წარმომადგენლობა ამ პროცესში, ამ მოლაპარაკების პროცესში ჩართულიყო, თუმცა მათ საქმის კუში არავინ არ ამყოფებს. პირველ დღეებში მათ ხვდებოდათ ქალაქის მერი, ის ეუბნებოდა, რომ აუცილებლად შეძლებდა ცენტრალური მთავრობიდან ჩამოყვანა სასურველი პირების, თუმცა ახლა უკვე მეც ვერ ვიპოვე და ადგილზე მეუბნებოდნენ, რომ სათადარიგო კარით სარგებლობს უკვე დიდი ხანია. ძალიან დიდი მადლობა, ვნახოთ შენი სიუჟეტი, დავუტოვოთ მაყურებელს. მადლობა სალომე ბაკუჩევას და მიშა მარტაშვილს, ისინი არიან ამ რეპორტაჟის ავტორები. ლიანა და დიმიტრი ნეფარიძეები ძირ გამოთხრილ მიწაში ლობიოს ბუდნავენ, რადგან მაღალმთიან იმერეთში ვართ და ლობიოს თესვას აქ, ასე ეძახიან რეპორტაჟსაც ჭიათურიდან, ასე დავიწყებთ. მენატრება რომ სახლი იყოს ნორმალური დავხურო, მოვაწყო საშუალოდ მაინცა და შევიდა ვიყო ჩემ სახლში, სვის სახლში ვარ, ისიც ინგრევა. სოფელ შუქრუც ჯორჯიან მანგანესმა საყრდენი გამოაცალა, ამიტომ სახლების დიდი ნაწილი დანგრეული ან დაზიანებულია. ათში ნეფარიძეების ნასახლარი ჩანს. ის ოჯახმა 1970 წელს ააშენა. მიწიდან ამოღებული ტონობით ვადანის გამო სახლი ერთ დღესაც მიწასთან გასწორდა. მე და ჩემი მეუღლე ვიყავით, ღამის პირველი საათი იყო. შეიქმნა ბორიახი, ჩამოქცევები. ხო და აქიდან ეს გამორბის, იქიდან გამორბის და გადავრჩით ასე. მაგრამ მონაპოვარი ვერაფერი ვერ გადარჩა. არაფერი ენაც არაფერი. ყველას, სულ ყველას რო დაყვები, ჩვენ უბანში სულ ყველას სახლი დანგრეულია. გადმოგიგდეს 2 კაპიკი. ხო და დაჯერდით ამასო. რაფრა დავჯერდე კაცო. რა შეგვაშინეს და გვათქვენეს და მოგვაწერიეს ხედი. თეგვემუხრენ კაცო რომ თუ არ ეიღებთ, ვერ მიიღებთ ვერაფერსო. დანგრევის პირას არის სახლი მათ მეზობლადაც. მოხუცი მფლობელები გვეუბნებიან, რომ სახლი 56 წლის წინ ტრიალ მინდორზე ააშენეს. ახლა კი ადგილი მთაბორცვიანია. პირველი სართულის ნაწილი მიწაშია დამარხული. ეს ვაკე იყო სეზონშლიანი. წდება ქვევიდან მოყვება და ჩვენც მივდივართ. რაც მოვიდე ეს კომპანია მის მერე დავინგერით. სახლი დანგრეულია და ჩაძირულია, ეს ჩაძირულია ახლა 80 სანტიმეტრის თუ მეტრის მაინც მიწაში. ჩვენ გადავიხადეს ამ სახლში. ამ ეზოში ვენახები გვაქვს კიდე გარეთ. ძალიან დიდი ვენახები. 45,000 ლარი. თვითონ 100,000 ლარიან მანქანებზე ჯდიან. აქ უკვე საქაცმეს ვეღარ ააშენებ. იმიტომ რომ არ გაჩერდება. შანსი არ არის, კი დაინგრევა.
შუქრუთელები 2 თვის განმავლობაში პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავდნენ. მათმა დიდმა ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. ისინი ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და პროცესში ოცნების ჩართვას ითხოვდნენ. მაშინ პროტესტის შეწყვეტის სანაცვლოდ მიიღეს დაპირებები, თუმცა როგორც ოცნების ყველა სხვა დაპირება, ესეც ფუჭია აღმოჩნდა. მოტყუებით წამოვიდით, როცა გვეგონა რომ ყველა პრობლემა მოგვარდებოდა, მოგვიწია ისევ კარავში ცხოვრება და კარავში ცხოვრების გაგრძელება. როგორ მოიგო ოცნებამ ამ სოფელში არჩევნები? მთავრობა ითხოვდა მოგვეცი ჩვენი ხმაიო და იქნება ყველაფერი კარგათაო და კარგად კი არა უარეს და უარესი. მე მივეცი პირადად მივეცი ხმა ივანაშვილის მივეცი. და ხმარების იმედით რომ თეგვეხმარებოდა. მაგრამ ვინდა გეხმარა. შედეგები არ გაგიკვირდეთ? შედეგები გასაკვირველი არის ყოველთვის, მაგრამ გეიმარჯვა 2012 წელს და მის მერე უკვე გაყალბება მიმდინარეობს, რა თქმა უნდა. ჭიათურაში მანგანუმი 2 წესით მოიპოვება, ღია და მიწისქვეშა. ღია მოპოვების წესი ბიზნეს იაფი უჯდება, მაგრამ უფრო მეტად აზიანებს ეკოლოგიას. თუმცა ორივე მეთოდით მიწიდან ამოღებული მადანის გამო ჭიათურაში მრავალი სოფელი თითქმის განადგურდა. ყველგან მძიმე მდგომარეობა, ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად დანგრეულია სახლები, ჩახერგილია გზები, გაჩეხილია ტყეები და განადგურებულია ბუნებრივი ლანდშაფტი. არც გარემოზე ზრუნავენ და ფიქრობენ რა ზარალი მიადგება, არც კონკრეტულ მოსახლეობაზე. ერთი მიწის ქვეშ და ნაზარალებს და აზიანებს მოსახლეობას, ხოლო მეორეს უკვე ღია კარიერის თვალსაჩინო დაზიანება აქვს. დღევანდელი მდგომარეობით მე მგონი სახელმწიფო სულ არ ვეკუთვნით და კონკრეტულ ერთ რუს ოლიგარქს ვეკუთვნით. ხელისუფლებამ უნდა იყოს პასუხისმგებლობა ყველა ქალაქში, მარტო ჭიათურაში კი არა, ყველა ქალაქში და თუნდაც სადმე ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც მუშაობს, ყველას მუშაობა უნდა გააკონტროლოს მთავრობა. თუ იმ კამრებს კარგად შემოიჭერენ, თვითონაც კმაყოფილი იქნება და კონკრეტული მუშა პერსონალიც. კომპანია ჯორჯიან მანგანეზზე წიაღით სარგებლობის ლიცენზია 2006 წელს 40 წლის ვადით გაიცა. სამეწარმეო საქმიანობისთვის 16,000 ჰექტარი გამოეყოთ. აქედან 13,000 ჭიათურას ეკუთვნის. ღია კარიერული მოპოვების შედეგად ნიადაგი თითქმის სრულად დეგრადირებულია. სოფლები, რომლებიც ფეხით შემოვიარეთ, სავსეა დიდი ზომის თხრილებით. 2017 წელს მთავრობამ გარემოზე მიყენებული დიდი ზიანის გამო ჯორჯიან მანგანეზს დაუნიშნა სპეციალური მმართველი, რის შემდეგაც მადანზე, ანუ შავ ოქროს მოპოვებაზე ოცნებამ გავლენა გაზარდა და გაზარდა ზიანის ჭიათურაზე. ეს კადრები ჭიათურის ცენტრში დაბინძურებული მდინარე ყვირილას პირას არის გადაღებული. მოშიმშილეთა კარავს ქალაქის მერი კაბინეტიდან რეაგირების გარეშე ყოველ დღე უყურებს. 6-დან 1 მოშიმშილე კლინიკაში გადაიყვანეს. 5 მაღაროელი დანარჩენ 3,000 თანამებრძოლთან ერთად უკან არიხებს უკვე 72 დღეა. პირადად ხელფასის გამო ქუჩაში არ გამოსულა, მე ის დავინახე, რომ რა ვიცი, კომპანიას თილოს ყველანაირად ეს ქალაქი დაიმონოს, ეს ქალაქი დააჩოქოს. ჩვენ ჭიათურელი უბრალო შრომელი ყველაზე დაბალ ფენას გვეკუთვნის, რომ ჩვენი პრემიერი ჩამოვიდეს და უშუალოდ დაგველაპარაკოს ჩვენ. არ ვაპირებთ ანკარავის დატოვებას, სანამ რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს არ დავინახოთ. ირაკლი ჯიქაძემ შიმშილობა 15 დღის წინ პირველმა დაიწყო. 2 დღეში სხვებით შეუერთდნენ. გაცნობებთ, რომ 27 აპრილის შემდეგ ხელფასი გაიცემა მხოლოდ ხელახლა დასაქმებულ თანამშრომლებზე. ინტერვიუს ჩაწერის დროს მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო. ჯორჯიან მანგანეში მიმდინარეობს რეორგანიზაცია და თანამშრომლებისგან ამ შეტყობინების დადასტურებას ითხოვენ. გაფიცულები ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებენ. მოშიმშილეთა შორის არის გივი ცერცვაძეც. მან 5 წელი ჯორჯიან მანგანეზის სახელოსნოში იმუშავა. ევალებოდა მაღაროელებისთვის აღჭურვილობის მომზადება. სანამ მუშაობდა, მადანის მომპოვებლებმა მის სახლსაც გამოუთხარეს ძირი. ახლა კომპანია მას 30,000 ლარს თავაზობს, მაგრამ ზარალი გაცილებით მეტია. უნდა თუ გაარჩიონ ერთი კაი დიდი 40 ეს ქალაქი. დავიბადე, ეგ გავიზარდე და არ მინდა მე ჩემი ქალაქი დავტოვო, მაგრამ ფაქტია რომ
უნდა წავიდე შვილებს ჯარი მეცადოს რა ღამე ადამიანს ერთი წილი წყალი დაიძინება უთრათო წამოვიდეს და ოჯახი ეკა ამოხოცო ესეც არ მინდა მაგრამ შიშინ ძინა 1 ნოემბრიდან კომპანია სპეციალურ მართვით რეჟიმზე გადავიდა და ვიდრე მაღაროელები გაიფიცებოდნენ მათ ხელფასის მხოლოდ 60%-ს უხდიდა. სამუშაოები 1 მარტიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა მოგვიანებით ამაზეც უარი თქვეს. ისევე როგორც შეაჩერეს თანამშრომლებისთვის ხელფასების ნაწილისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯების დაფარვა. გაფიცვა უკვე 72 დღე აგრძელდება. მოთხოვნები ასეთია: სახელფასო დავალიანებების დაფარვა, ჭიათურის ფონდის შექმნა, დაზარალებული მოსახლეობისთვის სამართლიანი კომპენსაციებისა და დაზიანებული სოფლების აღდგენა. უცვლელად რჩება იგივე ფონდის საკითხი, ნაციონალიზაციის საკითხი, ტრანსპორტის საკითხი, ასევე დაზარალებული სოფლის მოსახლეობის საკითხი და ეკოლოგიის საკითხი. ამას სჭირდება სახელმწიფოს აუცილებელი ჩართულობა, რომ ეს ეკოლოგიის საკითხი მოგვარდეს. გაფიცულები ითხოვენ, რომ კომპანია მთავრობამ ჩაანაცვლოს და მაღაროს ნაციონალიზაცია მოხდეს. აქ თითქმის ყველა ხვდება, რომ უშედეგოდელიან ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის ჩასვლას, რომ ის მათ გასაჭირს გაიზიარებს. დიალოგის ენა თქვენ განსხვავებული და ქართულ ოცნებასთან, უფრო მობიერი, ვიდრე დედაქალაქში ისმი შეიძლება, რომ რიტორიკა შეიცვალოს თქვენ. მე ვფიქრობ, რომ შეიცვალა, ან თუ არ შეიცვალა, შესაძლებელია აუცილებლად, რადგან იმდენად გულგრილობა და იმდენი უყურადღებობა აჩვენა მთავრობამ ჭიათურას და ჭიათურელებს. იმდენჯერ დატოვა მშიერი და შეატოვა ამ გავეშაპებულ კომპანიას, გულგრილ უგულო კომპანიას პირდაპირ. მხოლოდ და მეტის იმედი რომ არაფერი არ იყო ჭიათურაში. იმდენჯერ შეატოვა ხელში, რომ ნამდვილად შესაძლებელია აბსოლუტურად. ჭიათურაში აღარ ერიდებიან საარჩევნო კამპანიის გახსენებასაც, რა დროსაც ივანიშვილის დავალებით ხალხი დედაქალაქში 30 ლარის სანაცვლოდ ჩაიყვანეს. ხმები კი არჩევნებზე იძულებით მისცეს. 5% წაიღო ხმები ჭიათურიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ 65-ით კი არა, საერთოდ ვერაფერს ვერ წაიღებ ჭიათურიდან მომავალი ოქტომბრის არჩევნებში ქართული ოცნება. დაძალება იყო, უნდა ჩასულიყვნენ თბილისში. გარკვეული რაღაც აქციები ხო ტარდებოდა. აი არჩევნებამდელი აქციებია. ხო, რა თქმა უნდა, აბარა 30 ლარი თუ არ ვხდები იყო კვების თანხა. და ასევე სამუშაო დროის ერთი დღის სატარიფოს ანაზღაურება. მის მახსოვს კარგად, რომ მარშრუტკებში ტრანსპორტი არ ეყოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ იძულებით მისცა ძალიან ბევრმა ხმა. ჭიათურაში გადამწყვეტი ბრძოლა დაწყებულია. მთავრობა მაღაროელებს საკუთარი მედიების დახმარებით აშავებს. კომპანია კი პროვოკაციებს უწყობს. ასე დააკავეს 4 მაღაროელი, მათ ჭიათურის მენეჯმენტ კომპანიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის თენგიზ კობერიძის ცემას ედავებიან. 4 მაღაროელს პატიმრობა უკვე შეეფარდა. გაფიცულები ამბობენ, რომ თანამებრძოლების დაკავება პროვოკაციის შედეგია და პროტესტს მათ გათავისუფლებამდე არ შეწყვეტენ. განსახულია ყონა იყო. წინასწარ დაგეგმილი იყო თქვენ? კი ბატონო, ასე ვფიქრობ. მე რა ვიბრძოლობდა ძალიან მაღარის გაშოვისთვის. ამის ვიბრძოლობდა, ამის ვერ იმდის. ეხოდათ იმათაც სიმთავრობას ალბათ დაგეგმილი, რომ მე რა ბისარალიდე და მაგ ბიჭები უნდა ეყვანა. დაგვანგრიეს და იბრძოდა ამისთვენ, რომ რაც გვეკუთვნოდა ჩვენ თვითონ გაკეთდნენ მაღაროდან ამდენ ფულს ღებულობდნენ, ეს ჩვენ რაც მოხდეს ზღვაში წვეთი იყო შვილო. იბრძოდა მარტო თავისთვის კი არა, ყველასთვის ხალხისთვის იბრძოდა. ხეზღობით რაც არის უსამართლობა, ის არის რომ აგერ 4 ბიჭი არ დაჭერილი. პროვოკაციას წამოაყენეს იმის იმედის მაგრო თვითონ თენგიზის გადაწყვეტა უსებას რომ ბიჭები დაანთავისუფლონ. მე ამის იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. ჭიათურა ეკოლოგიური, ეკონომიკური და ფიზიკური კატასტროფის წინაშე დგას. აქ ისე მოიპოვებენ მადანს უზარმაზარ თხრილებს, მიწითაც არავსებენ. ასე რჩება სოფლების სიცოცხლისთვის საშიში კრატერული თხრილებით სავსე. რეორგანიზაციასა და კომპანიაში შექმნილ კრიზისს რუსი ხელმძღვანელი ყავს. მიხეილ სოცკი დასაქმების მსურველებს ხვდება, მაგრამ არა გაფიცულ მაღაროელებს. მასთან კითხვის დასმის შესაძლებლობა შაბათის ფორმულას არ მიეცა. შეხვედრის ამსახველი ვიდეო და ინტერვიუ პრეს სამსახურმა მოგვაწოდა.
მიმდინარე ცვლილებების მიუხედავად, კომპანიის კარი ღია იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც სამსახურის გაგრძელებას მოისურვებს. იმ პირებისთვის, რომლებსაც არ ექნებათ შესაბამისი ტექნოლოგიური უნარები, კომპანია უზრუნველყოფს გადამზადების კურსებს. ასევე გაცნობებთ, რომ შეიცვლება სახელფასო ანაზღაურების მოდელი. საწარმო სრულად გადავა გამომუშავებით ანაზღაურებაზე, რაც განსაკუთრებით პოზიტიურ გავლენას მოახდენს მიწისქვეშა სამუშაოებზე დასაქმებულთა ხელფასებზე. თუკი აქამდე კომპანია ამბობდა, რომ ფული არ აქვს და ამიტომ შეაჩერა საქმიანობა, ამ განცხადებით ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ისინი პროტესტში მონაწილე მაღაროელების ჩანაცვლებას გამოუცდელი კადრებით გეგმავენ. რა მოხდება მაშინ, როდესაც მადანი სრულად ამოიწურება და ჭიათურა აღარ იქნება ისეთი მიმზიდველი ფულის მომპოვებლებისთვის, როგორიც ახლა. რთული გამოსაცნობი არ არის, ვიდრე ბიზნესი და ხელისუფლება ჭიათურას დარჩენილ გულს აცლის. ქალაქში მაღაროელები შველას, ოჯახებისა და სახლების გადარჩენას ითხოვენ, მაგრამ ოლიგარქიაში მათი ხმა და გასაჭირი დანარჩენი საქართველოს მსგავსად არ ესმით. ჩაბეტონებული თბილისის გული, მშენებლობა და მანქანების სადგომად ქცეული ისტორია. რა ხდება აბანოთ უბანში თბილისის ავიზიტო ბარათი, რომელმაც იერსახე სრულად დაკარგა. ისტორიულ მირზა შაფზე გაჩაღებული მშენებლობის გამო ბეტონის მტვერშია გახვეული მთელი აბანოთ უბანი და ძველი თბილისი. 2016 წლიდან ინტენსიურ გრევას მასშტაბური მშენებლობა მოჰყვა. მოჭრილი კლდეები, სასტუმროები, კორპუსები, მრავალფუნქციური შენობები. ყველაფერი მერიის არქიტექტურის სამსახურის გემოვნებაში ჯდება. მაგრამ ამ გადაწყვეტილებებმა თბილის ისტორიული შანსი დააკარგვინა, რომ ძველი თბილისი მსოფლიო ძეგლების ნუსხას შეერთებოდა. 2008 წლის 2 დეკემბრიდან იწყება მირზაშაფის ქუჩის უკანონო გრევის ისტორია. წინა ხელისუფლების პირობებში უნებართვოდ დაინგრა მთელი ქუჩა, მოიჭრა ლანდშაფტის დაცვის ზონის სტატუსის მქონე კლდის მასივი, დაინგრა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, ისტორიული გალავანის სახით განადგურდა არქიტექტურული ნაშთები. თბილისის იმჟამინდელი მერიის მხრიდან ინვესტორის სურვილის გათვალისწინებით მოხდა ეს ყველაფერი. საპროტესტო აი ამ ამბავს მოყვა პროტესტი, შეუსაბამო იყო იქ მიმდინარე მშენებლობები და მაშინ საზოგადოებრივი პროტესტის გამო შეიძლება ითქვას, რომ დაიბლოკა ინვესტორის მხრიდან წარმოდგენილი ყველა პროექტი. ვინაიდან მშენებლობები ისტორიულ თბილისს ანადგურებდა. მაგრამ მრავალი დავისა და დაწუნებული პროექტების შემდეგ გრევა, რასაც დიდი ფული მოაქვს, საბოლოოდ 2016 წელს ინტენსიურად გაგრძელდა. წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული წარმატებით მოიყვანა სისრულეში ქართულმა ოცნებამ, მირზაშაფის აღმართს ლევ თახევს ისტორიულ აბანოთ უბანს თქვენთან ერთად ამ რეპორტაჟით მოვივლით. ჭრადან გრევის ხმა ძველი თბილისის გულში წლებია ისმის. მირზაშაფის ქუჩას, კერძოდ კი კლდეს აბანოთ უბნის თავზე 2 წლეული ანგრევენ ხელისუფლებები. ჩვენი მასპინძელი თბილისის გიდია, ელზა ბებია, რომელიც ქალაქის სტუმრებისთვის თბილისის ტურს სწორედ ამ ადგილიდან იწყებს. პირველი რაც ისტორიულ თბილისში სტუმრებს და არა მხოლოდ თვალში მოხვდება, ჭრელ აბანოსთან მოწყობილი ავტოსადგომია. იქ სადაც წესით მანქანის გადაადგილება შეზღუდული უნდა იყოს. საფრთხეებიდან გამომდინარე სამეαυτოები ვითარება. ეხლა ცოტა ხნის წინ მქონდა სასკოლო ტური. ბავშვები არ ვიცოდი სად დამეყენებინეს. ეს მაგალითად გავატაროთ, სხვა გზა არ არის. ელზა, სანამ აქედანაც რომ შევხედოთ. წარმოიდგინეთ, აი აქ დავაყენებთ სტუმარი თანამხარი მონუმენტი, რომელიც არის ლეგენდას უკავშირდება, ძველი თბილისის ლეგენდას. და ვუყვებით ამ ადგილას ქალაქის ისტორიას, აი როგორი სანახავია და საერთოდ ჩვენზე როგორც მოქალაქეებს, აი არ შეგვიძლია თქვა აი ამ მშენებლობების შემდეგ. თამთლიანად ყველა ხედავს, რომ კლდეს აფეთქებენ. თუკი თბილის და მის ისტორიას საუკუნეების განმავლობაში მტერი შლიდა, ახლა მოყვარის სახელით ამას ჩვენივე ხელისუფლებები აკეთებენ. ისტორია ფულის სანაცვლოდ. ბავშვებს დღეს სასკოლო ტურზე ვეუბნებოდი, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ აი აღამალ ხანზე, თემურლენგზე, ვინც ანადგურებდა უმოწყალოდ ამ ქალაქს,
სამწუხაროდ დღეს ისევ ქართველების ხელით ქალაქის ისტორიული ნაწილი ნადგურდება. სამეფო ბაღს, რასაც ვეძახით, იყო ამ ტერიტორიაზე ერთ-ერთი პირველი სამეფო ბაღი. შემდეგ უკვე ეს გზა გაკეთდა ბოტანიკური ბაღის ფორმირება, რომ გადაწყდა. პირველი შენობის ფასადი, რომელიც მოჭრილი კლდის ნაცვლად გვხვდება, ძველი ქართული აგურითაა მოპირკეთებული, მაგრამ არც ერთი ბეტონის ნაგებობა აქ ერთმანეთს არ იმეორებს. გარღვეულია პროპორციები. მრავალჯერ შეცვლილი პროექტის მიხედვით, შენობები არა 2-3 სართულიანი, 8 და უფრო მეტ სართულიანიც არის. ესე იგი სხვადასხვა ტიპის შენობები ხოა და კიდევ ზედა კლდეზე კიდევ სხვა შენებლობა არის. ხო. ეს სრულიად სხვა რაღაც არქიტექტურა ხდება, ეს რადიკალურად განსხვავებული. მირზაშაფის ქუჩის ბოლოს 44 ნომერში გვხვდება ქვედა შენობებთან შედარებით უფრო დიდი ნაგებობა, რომლის სამშენებლო დროებით ღობეზე. სხვა შენობების მსგავსად ვერ ნახავთ ვინ არის დამკვეთი. რეპორტაჟში მათ მოგვიანებით დავუკავშირდებით. რომ მკითხოთ, ამ მრავალსართულიანი შენობის აშენების უფლება როგორ მოიპოვეს. ფაქტია, აქ ამ ბეტონის შენობისთვის კლდის ყველაზე დიდი ნაწილი მოიჭრა. ეს საერთოდ რაღაც ჩვეულებრივი კორპუსია თითქოს. აბა ნახოთ თუ არის გამოგრული ბანერი რა. ხო, აქ თუ არის ბანერი, ხო, საინტერესოა. ვიდრე ბოტანიკურ ბაღში შევალთ მირზაშაფის ქუჩის ბოლოს. სავარაუდოდ ამავე სამშენებლო კომპანიის გაგრძელებაა. უფრო მასშტაბური და მეტი სართულით. მთელ სამ პანორამულ ხედზე, სხვა მშენებლობებთან შედარებით, ეს ყველაზე თვალშისაცემია. ეს არის ბოლოში, ეს ყველაზე ძალიან თვალშისაცემად და ცუდად ჩანს ქვემოდან, ხო. როგორ უარი. ბოტანიკურ ბაღში არ შეგვიშვეს. კითხვები მათ ადმინისტრაციასთან გვაქვს. ხომ არ დააზიანა ან აზიანებს მშენებლობა ბაღს, უნიკალურ ჯიშებს, საფრთხეს ხომ არ უქმნის ნგრევა ან ბეტონის მტვერი, რომლითაც ბაღი სავსეა. ქვათაცვენა ლეხვთა ხევის ჩანჩქერზე ხომ არ უკავშირდება ამ ინტენსიურ ნგრევას და მშენებლობას. ადმინისტრაცია არ შეგვხვდა. კითხვებზე ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გვიპასუხა. კალენდარი არის შედგენილი, რომლის მიხედვითაც ხდება მცენარეთა შეწამლა, მცენარეთა დიაგნოსტირება. კი ბატონო, და ეგეთი სტატისტიკა გაქვთ, მაგალითად ბოლო წლების შენებლობა ბეტონის მტვერმა, რამე ხო არ ავნო, ეგეთი სტატისტიკაც გაქვთ. კი ბატონო, კლიმატიც კი ყოველდღურად იზომება და იმის მიხედვით ხდება ყოველდღიური. კი, არა, ამ შემთხვევაში ბეტონის მტვერი უფრო მაინტერესებს, ვიდრე კლიმატი, ნუ ბუნებრივი ამბავია და ცხადია ბეტონის მტვერმა რო რაიმე დააზიანა ან საფრთხე შეუქმნა, ესეთი სტატისტიკა აწარმოებს? არ ყოფილა, ეგეთი რაღაცა არ ყოფილა, კოლექცია მაგის გამო არ შემცირებულა, პირიქით ყოველდღურად ხდება ხოლმე დამატება კოლექციების ახალი უნიკალური ჯიშები. ბოტანიკურ ბაღმა დაუკვეთა რამდენიმე წლის წინ ტენდერიც გამოაცხადა ქვათაცვენის გამო კლდე რომ შეეფუთათ. კლდეს კავკასუს როუდ პროჯექტი ფუთავს. მენეჯერმა დიმიტრი დუმბაძემ გითხრა, რომ ვიდრე მუშაობას დაიწყებდნენ, კვლევები აწარმოეს. მათ შორის გერმანელ სპეციალისტებთან ერთად და გამოირიცხა, რომ კანიონში ქვათაცვენის ინტენსივობა უკავშირდებოდეს მირზაშაფის ქუჩაზე გაჩაღებულ მშენებლობას და კლდის ჭრას. ბოლომდე ვერ შეგიყვანთ. სანამდე შეგვიყვანთ რა, ეს გიჩვენეთ. დაგათვალიერებთ, წყალი მზე ეს სულ იყო ქვათაცვენა რა. მაგრამ ალბათ ეგეთი ინტენსივობით არა. არა, ნუ ეხლა ტურისტების რაოდენობა რომ მოიმატა, უკვე ეხლა უსაფრთხო აღარ გახდა. ზემოთ კლდის ბურღვამაც ხო არ შეუწყო? არა. არა, ეს კანიონი აქ არაფერი არ მოხდება. რა, დიაკანებია რა მთლიანად რო შეხედო. და გეოლოგია ჩატარებულია აქა და სხვადასხვა ეტაპებია რა. აქ შერეული კონსტრუქციებია, მარტო ერთი ძირითადი რაღაცა არ არის რა. აი როგორც ხედავთ, აქ ბადეებია. კი ბატონო, კი. ზემოთ ღობეს ეძახიან მაგას. არის აი ეს ნაშხებეტონის ისინიც არის, რომელიც ცალკეულ ბლოკს აერთიანებს. ნუ კიდე სტაბილიზაციის ანკერები გვაქვს კიდე, რომ აი სახლების ქვემოთ იშლებოდა რა ეგ დროთან განმავლობაში. გამოცდილებაც გაქვთ როგორც მივხვდი. ნუ გამოცდილება გვაქვს. დიდი გამოცდილება გვაქვს. კიდე რა შეგიფუთავთ, რომელი კლდე?
ჩვენ ლისზე რომ მეწყერი იყო, წყნეთის გზაზე რომ მეწყერია, მანგლისში, აი ძირითადად მეწყერებით ვართ დაკავებულები. აქ ძირითადად მაინც უფრო შემაკავებელიც არის და ზედაპირული დაცვაც არის რა. ამ აღმართზე კახა კალაძეს და მის მოადგილეებს ყველა შენობა მოსწონთ. სამშენებლო აბრებზე დამკვეთი ხშირად ქართულად შეცდომით წერს. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო, ესეც არასწორად წერია გრამატიკული ნუბართვის ცემის ორგანო. ხო. ეს იმით აიხსნება, რომ კომპანიების მრავალ ქსელს სხვადასხვა ეროვნების მფლობელი ჰყავს. შესაძლოა ტექსტი Google-დან ათარგმნინეს. ვიდრე ბოტანიკურ ბაღამდე აღმართს დაასრულებ, სანამ ბოტანიკური ბაღის ეს ბარიერი შეგხვდება. ამ ქუჩის შენობებს მრავალი მფლობელი ჰყავთ. რადგან ამ აღმართს აღარაფერი ეშველება, შევარჩევთ ყველაზე მაღალ და მასშტაბურ შენობას და მის მფლობელს დავუკავშირდებით. გიორგი ჯანიბეგაშვილი, დირექტორი, გარი სვანიძე, დავით სვანიძე. 4 მარტი 2025 წელს არის დარეგისტრირებული. კიდევ ერთხელ ვცდი დავრეკოთ მთავარ არქიტექტორთან, კითხვები გვაქვს შემდეგი, არაფერი დამახინჯებო იერსახეს და დაკარგულ ისტორიას არაფერი აღარ ეშველება, მაგრამ კითხვები გვაქვს, როგორ მოიპოვეს მაგალითად ამ მასშტაბის მშენებლობის უფლება. ეს არის წინა ხელისუფლების თემა, რომელიც მე ძალიან კარგად გააგრძელა ამ ხელისუფლებამ, კარგად ბჭყალებში და ეს არის სრულიად ახალი უკვე. 2008 წელს, როდესაც პირველი შენობა დაანგრიეს, მათ შორის ერთი კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებული პროტესტი წლობით გრძელდებოდა 2016 წლამდე, მაგრამ შემდეგ თბილისის მცველები დამარცხდნენ. სწორედ ამ დროს მრავალჯერ დაწუნებული პროექტი ამად იქცა. იყო ეს, მერე ეს. საკრებულო ვერ ან არ იღებდა პროექტს. საბოლოოდ 9 წლის წინ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა ყველა შემოთავაზებული პროექტიდან ეს მოიწონა, რასაც ახლა ამ მთაზე ვხედავთ. 4-ჯერ შევიტანეთ პროკურატურაში სარჩელი. საქმის აღზროსთან დაკავშირებით. 2 წინა ხელისუფლების დროს და 2 ამ ხელისუფლების დროს. 4-ჯერვე პროკურატურის პასუხი იყო, რომ თქვენს მიერ შემოტანილი დოკუმენტაცია არ იძებნება. ტურისტული ხედი თბილისისთვის არის მეტეხის პლატო და ზუსტად ასეთივე მნიშვნელობის არის უკვე აქეთა მარჯვენა სანაპიროზე იყო აი ეს აბანათუბანი თავისი უკანა ლანდშაფტის ზონით. და ზუსტად იქ ჩავჭერით, ჩავჩეხეთ და დავსვით აი ასეთი განუზომლად დიდი და შეუფერებელი მასშტაბის შენობები. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ არც ერთ ხელისუფლების ინტერესებში არ იყო იუნესკოს შესვლა. იმიტომ რომ მაშინ მართლა ვერ გავაკეთებდით იმას, რაც დავმართეთ ამ ქალაქს. თუკი აქამდე თბილისის ამ ქედზე, რომელიც თაბორის მთამდე გრძელდება, მხოლოდ პანორამას შუშის შენობა იდგა, რომელიც თბილისის არქიტექტურისთვის, ქალაქის სიმჭიდროვის, მწვანე საფარის გათვალისწინებით, დედაქალაქს სრულად აკარგვინებდა სახეს. ახლა ოლიგარქის მთაზეც და მის მიმდებარედაც ყველგან მშენებლობაა გაჩაღებული. იქ სადაც იყო მთა თაბორის და დღეს რო გვაქვს სრულად ბეტონის ნაგებობები, იმიტომ რომ არა მხოლოდ თაბორის მთის ქედზე და ზემოთ, სადაც ივანიშვილის რეზიდენცია და სასტუმრო აშენდა, არამედ ქვემო ნაწილში საერთოდ მოიჭრა ქედი და ბეტონის ტერასებით შენდება აპარტამენტები, რომელიც სხვადასხვა დაუსრულებელია და როგორც ჩანს ივანიშვილის განსაკუთრებული სურვილი რომ დაასრულოს ეს შენობები ჯერჯერობით არ აქვს და დაუსრულებელი ბეტონის ნაგებობებიც არის ქალაქის ისტორიული იერსახის ერთ-ერთი მახასიათებელი სამწუხარო დღეს. მშვიდობის ხიდი მირზაშაფზე როგორც თბილისის სავიზიტო ბარათი ისე შეგხვდებათ. 2012 წელს როცა ხელისუფლება იცვლებოდა, ხიდს ბევრი კრიტიკოსი ყავდა. ძველ ხელისუფლებას დავუკავშირებთ ამ ხიდს, რამდენიმე საჯარო ნგრევას, მაგრამ ვერ მივაწერთ ამდენ ცათამბჯენს, ცენტრალურ თუ გარეუბნებში. იმ მასშტაბის მშენებლობებს დიდ მეგაპოლისს რომ შეშურდებოდა. ახლა ოცნების 13 წლიანი მმართველობის დროს თითქმის არ არსებობს თბილისში სახლი, რომლის ფანჯრიდანაც არ ჩანს ერთი. იქნებ მრავალი სამშენებლო ამწე მიკრორაიონში, ან იქვე შენს ეზოში.
ისტორიულ თბილისში მოჭრილი კლდე სამწუხაროდ არ არის ერთადერთი, ალბათ დამეთანხმებით იმაშიც, რომ თქვენი ფანჯრებიდან რო გაიხედოთ, თუ კი სადმე რაიმე ადგილი იყო, ყველგან ამოშენდა კორპუსი, სასტუმრო, მრავალფუნქციური შენობა ნაგებობა. კი, ჩაბეტონდა თბილისი. ფული აქ, დიდი ფული კეთდება და ლოგიკურიც არის ხელისუფლების მხრიდან, რომელიც არაერთხელ არის შემჩნეული კორუფციაში. გადავიდეთ სხვა მნიშვნელოვან და პოლიტიკურ თემებზე. Deep State, მინიმუმ 20-ჯერ თქვა ოცნების პოლიცსაბჭოს ყრილობის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ, როცა უკვე თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრმა მედიასთან ვრცელი კომენტარი გააკეთა. ქართული ოცნება მეგობარ აქცს მტრულს და კიდევ სხვა ეპითეტებს უძებნის. დეა ბაძაღუას რეპორტაჟით შევეცდებით სრულად მოვიხილოთ ოცნების ეს ვერსია. შაბათის ფორმულა ივანიშვილის სასტუმრო პარაგრაფში, სადაც საპატიო თავმჯდომარე პარტიის თავმჯდომარეს მეორედ ირჩევდა, მთავარი გმირი ბევრი ჰყავდა ამ დღეს. ამაზე დეა გიამბობთ, მათ შორის ქალზე, რომელმაც ოცნების წევრები შავ ჩაბურულ მანქანამდე ფარად აფარებულმა მიაცილა. დეა ბაძაღუას ჩვენს ჟურნალისტს ეჩხუბებოდა დიტო სამხარაძემ, წამებელს ეძახდა. ნინო წილოსანს უხაროდა, რომ ასანქცირებენ. ყველა ერთ ტალღაზე იყო. მეგობარი აქტი მტრულია და კი, ის ნამდვილად არის მტრული მათთვის, ვინც ქვეყანას უღალატა. ატარებს რუსულ ინტერესებს. იხჩობა და ცდილობს საზოგადოებაც ჩაახჩოს ზღვა ზიზღის პროპაგანდაში. კი, მტრულია იმ პროპაგანდისტებისთვისაც, ვინც ეთერიდან აქრობს მნიშვნელოვან ამბებს და მხოლოდ ოცნების პროპაგანდას ეწევა. კაცის პრელებს რო ემსახურები, იცი? კაცის ვაუპატეური ციხებში რასაკეთებდნენ? იცი შენი მეპატრონეები? ციხებში შენი მეპატრონეები, მოიცი ძინა მაცალე. შენი მეპატრონეები ციხებში იცი რასაკეთებდნენ? იცი რასაკეთებდნენ? რატომ მივიდა ქართული ოცნება ამ აი პატიმარი რო იძდა შენი ხრის გოგო ნათესავი ვინმე რომ მიდიოდა იმ პატიმის სანახავად აუპატიურებდნენ მაგას. გეუხერხულებათ ამის ლაპარაკს. შენ ნაცებთან მუშაობა გეუხერხულებათ და არ მუშაობ ნაცებით მოიცადე ზინა ერთ უცხო ზინა გაჩერდი არ ეუხერხულება, რადგან ეს მისი ჩვეული მდგომარეობაა და სალაპარაკო ენაც ასეთი აქვს. მეგობარი აქტის დასასანქცირებელთა სიაში ერთ-ერთი სწორედ დიტო სამხარაძეა, ის ვინც ქართული ოცნების პროპაგანდისტულ სახეს ყველაზე უკეთ გამოხატავს და მისთვის ბუნებრივი უხამსი ქმედებებითა და სიტყვებით ცდილობს არასასრულ კითხვებს ასე მოეხმაუროს. შენ ვიგეკითხება კაცო, რატო და გელაპარაკო? თქვენ ამოჩვენებთ, რომელსაც ეუხერხულება. შენ ჩემი ამოჩვენები ხარ? მახურებელი შეიძლება? ჩემი ამოჩვენები ხარ? 21-იან. რომელი ტელი ვარსკვლავი მე ვარ, რომ აფურე მოიცადე ზინა. არა, აქეთ არის მანქანა. ეს ჩაგდაგანი ვინთან. აი, აბატო ზინა დაგელაპარაკებათ, ბატონი. ამის გარშე ვერ იცავთ. ზინა, ასაც გიკითხებით, ბატონო დიტო. არ ვინტერესებს შენი კითხვა. მაფიოზური და ჯგუფები. რატო უნდა გაქცებას კომისიონერები? ეში მედია რა. თუ კი რამე ტრენინგი ჩატარებული, თუ კი რამე ტრენინგი ჩატარებული, დედასგებისები ყველა მაგ გავლენით რა. ნახე, შენ რაც არ უნდა იცავდი, ეხლა გიტრია მე შენი კითხვა. საერთოდ ჩამიდოებ, გადმოგიდებ შენ კითხვას. შანსი არ აქვს. კარგად დატრენინგებული. რანგები გავლილი აქვს, თუმცა ფაქტია საბოლოოდ მისგან ის ვერსია დადგა, რასაც კადრებში თავადაც ხედავთ. ქართული ოცნების ყრილობიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც პარტიის თავმჯდომარედ არალეგიტიმური პრემიერი ირაკლი კობახიძე აირჩიეს, დიტო სამხარაძემაც ხვების მსგავსად ფარად ეს მოხუცი ქალი აიფარა. ზინა, დაგელაპარაკე. პასუხის გაცემის ნაცვლად აი ეს ვითარება. ხო გელაპარაკე. ვითარება, მე რა მოხდა? აგე ქაბატონი ზინა გაცემს. აი გაცემს პასუხს. ზინა. რატო გვეჭიდაო? ქაბატონ ზინას მე დიპატივს. ქაბატონი ზინას ნაირი არც ერთი არ ხარ თქვენ. გითუმეტეს ნაცები. ზინა არის თქვენზე მაგარი ყველა. ქალი, რომელიც თვითგამოცხადებულ დეპუტატებს თავად გადაეფარება, ან ისინი აიფარებენ ფარად წლები, რაც ოცნების ტიტუშკად იქცა. ის პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქციებზე თავს დაესხა აქციის მონაწილეებს. აგრესიული იყო ოცნების ყრილობაზეც. მუშაობაში ხელს უშლიდა ჟურნალისტებს. ის არავის გაურიდებია მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქის სასტუმრო პარაგრაფის მიმდებარედ ასობით პოლიციელი იყო მობილიზებული. კითხავს თუ შეიძლება ერთი წუთით უკაცრავ. შეიძლება. მეგობარ არ მინდა რომ არა, ჩემთან არის, მე უნდა გავესაუბრო ცოტა. ვესაუბრეთ. ო, დადი და როცა მორჩება მემრე. დადი, როცა მორჩება მემრე. აჩა უნდა დამაძა. ერთი ერინე კეთიცა. დააჭერე ახლა აქედან ხარა. დააჭერე აქედან.
სამცირებო მისიაში მეგობარ არაი თქმა შეგიძლია ტრამპი ძალიან კაი ცხოვრება ძალიან კარგი ცხოვრება რაც უნდა ის გააკეთო აი პარლამენტში დაველა შაბათის ფორმულა ოცნების ყრილობაზე იმის გასარკვევად მივიდა თუ რას ნიშნავს ოლიგარქის პარტიის წევრებისთვის ამერიკული სანქციები, რაც მეგობარი აქტის კანონად ქცევის შემთხვევაში ავტომატურად ამოქმედდება. აქაც სიაში პირველი ნომერი ოცნების პრემიერი და ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ბობახიძეა. სიაშია ჯამში 40-მდე ადამიანი, დეპუტატები, მინისტრები, სასამართლო და პროკურატურის კლანის წარმომადგენლები, ოცნების ბიზნესმენები და ივანიშვილის პროპაგანდისტები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. ვიპასუხეთ შეიძლება. არა, არ გეჯიკავებთ ბატონო ვალოდა. ხომ დიდი მედებს ამყარებდით ტრამპზე? უკაცრავად რა. კი ბატონო, გაგვეცით კითხვებზე პასუხი. შეიძლება. ცდილობენ არ შეიმჩნიონ, მაგრამ ფაქტია, ღელავენ ოცნების მიერ ტრამპზე აგებული პროპაგანდა, მითები და იმედები ამ ერთი დოკუმენტით საბოლოოდ დაიმსხვრა. მეგობარი აქტი მტრული აქტი გახდა, შესაბამისად ტრამპი მოღალატე. ეს არის რა თქმა უნდა მტრული აქტი. გრძელდება ბრძოლა ტრამპსა და დიპ სტეიტ შორის. შემთხვევაში თუ ტრამპი ხელს მოაწერს ამ დოკუმენტს, რა გამოვა რომ დიპ სტეიტმა აჯობა ტრამპს? ოპტიმისტური მოლოდინი რომ პრეზიდენტი ტრამპი აჯობებს დიპ სტეიტს. ეს ვერ იქნება მეგობრული. პირიქით ეს არის მტრული აქტი. ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს რა თქმა უნდა შემოაკივრებთ და გამარჯვებას უსურვებთ დიპ სტეიტთან ბრძოლაში. დავდგებით იქ, სადაც ჭირდება ჩვენ სამშობლოს. ჩვენ სამშობლოს ემსახურებთ. მტრული არაფერი. მეგობრობის აქტი მტრულად რატომ მოიხსენიებთ? დიახ. ამაზე უარესობის გვიწყურია საქართველოში. თუ ოლიგარქიული გავლენების დიპ სტეიტის როგორც ნებავთ ისე გლობალური ომის პარტიის დამარცხების ნიშანწყალი გაჩნდა, ამ ეგრეთ წოდებულ მეგობარ და სინამდვილეში მტრულ აქტს გაგრძელება აღარ უნდა ქონდეს. დონალდ ტრამპი, რომელიც ქართული ოცნების გადამრჩენელი უნდა ყოფილიყო და რომლის გაპრეზიდენტებაზეც ქართულმა ოცნებამ საკუთარი პროპაგანდისტული კამპანია ააგო, როგორც თავად ამბობენ, ახლა დიპ სტეიტის მსხვერპლია და მალე მას შესაძლოა ეპითეტად მთავარი მტერიც კი შეურჩიონ. რას ამბობდნენ ქვეყნის მიმტაცებლები ტრამპზე, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები ოლიგარქსა და მის პარტიის წევრებს დაასანქცირებდა, ამას არქივი ინახავს. ჩვენთვის მთავარია ტრამპის ადმინისტრაცია. ეს არის მთავარი. დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, როგორც იტყვის ტრამპი იქნება ისე. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენ რამენაერად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც. მტრული აქტი დიპ სტეიტი გლობალური ომის პარტია, ოცნება ჩვეულ პროპაგანდას აგრძელებს და ცდილობს ზღვარი წაშალოს სინამდვილესა და გამოგონილს შორის. არ პასუხობენ კითხვას თუ როგორ უხსნიან საკუთარ ამომრჩეველს მიმდინარე პროცესებს. მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის არევას მაშინ, როცა ოცნება მათ 20 იანვრიდან ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ყველაფრის განლაგებას ჰპირდებოდა. ვისაც უნდა საკუთარი ქვეყნისთვისაც კარგი ველით, რა თქმა უნდა, ოპტიმიზმით ტრამპის ინაუგურაციას. ხედავთ იმას, რომ ჩვენი დამოკიდებულება ღირებულებების მიმართ ემთხვევა მის დამოკიდებულებას ღირებულებების მიმართ. მინდა მიულოცო ბატონ ტრამპს ის ღირებულებები გაახმოვანა, რაც ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენი მთავარი მესიჯები იყო. ამით აი ამ ფსევდოლიბერალებს, ფაშისტებს ამით ხაზი გადაესვათ. არ დამერეკინოთ ტრამპთან. არ დამერეკინოთ ტრამპს. ტრამპის იმედი ჰქონდათ, თუმცა ტონი და შინაარსი მას შემდეგ შეცვალეს, რაც ოლიგარქმა საკუთარი სახე სრულად გამოაჩინა და ამას ამერიკული და ევროპული სანქციები მოჰყვა. ახლა ამბობენ, რომ ტრამპს დიპ სტეიტის დამარცხება უჭირს. მეგობარი აქტის მხარდამჭერი კონგრესმენები, მათ შორის მისი ავტორი ჯო ვილსონი კი მტრად ყავთ გამოცხადებული. არიან ადამიანები, რომლებიც არიან არა პრეზიდენტ ტრამპის გავლენის ქვეშ, არამედ დიპ სტეიტის გავლენის ქვეშ. ჯო ვილსონი მაგალითად ხო? ჯო ვილსონი არის თავიდან ბოლომდე დიპ სტეიტი. ცივილური სამყაროსთვის და საკუთარი მოქალაქეებისთვის არალეგიტიმური მთავრობა ცდილობს თავი გადაერჩინოს ამ პროპაგანდით და უცნობი დიპ სტეიტით, რომელიც მხოლოდ მათ ვერ ერევა. ოცნება ამძაფრებს რეპრესიებს, იღებს ადამიანის ღირსებისა და უფლებების შემლახავ კანონებს, მანიპულირებს რელიგიური გრძნობებით და პატრიოტიზმით ფუთავს საქართველოს ხალხს. წინააღმდეგი ბრძოდა, შენ ვიცი დაკვეთა გარმალაპარაკო სიმართლე, მაგრამ მაინც მოგიწევს. ახალი თარიღი როდის არის გადარჩენილი? შენი ქვეყანა უნდა გიყვარდეს, გესმის? ანუ ტრამპი ჩვენი პროვოკატორი ბაქაც. რას ამბობთ? იმიტომ რომ კითხვა დასვით, პასუხობ და გადავყვეთ. ჩვენი მტერია? კიდევ ერთხელ გეუბნებით, ხურე LGBT პროპაგანდა აღრასდროს არ იქნება საქართველოში. არც ეკლესიის წინააღმდეგ. ხო, ამიტომ გასაგზავნება არც ერთი მოძრაობა და უსამშობლოებსაც დედაეტირება. ანუ ტრამპი თქვენი მტერია. ბატონო ირაკლი, რა მნიშვნელობა აქვს ქართული ოცნებისთვის ტრამპის? როგორმე 20 იანვრამდე გავძლოთ, მე ყველაფერი მაგრად იქნებაო 7 მაისია. რომელი მედია? კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწიათ მათ, ვინც ქალმა შავებში მანქანამდე ვერ მიაცილან, ვერ
გადაიფარა. ეს არის ჩვეულებრივი მტრული აქტი არის და არაფერი საერთო არ აქვს მეგობრულ აქტთან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ბრძოლა, რომელიც მას აქვს გამოცხადებული Deep State-თან, წარმატებით დასრულდება და გულშემატკივრად. ქართული ოცნების ჯარისკაცი გავაკეთეთ ყველაფერს, რომ თავარია ჩვენი ქვეყანა გადარჩეს ინდივიდუალობას. თქვენი თანამოაზრე და არ აქვს მის მხარდაჭერას ქართული ოცნების. ტრამპი კი არ იყო ჩვენი თანამოაზრე, მისი პოლიტიკა იყო სულთანხვედრაში და არის კიდევაც დამერწმუნებს სულ. მაშინ რატომ მიიღეს მეგობარი აქტი და რატო გამოაქვეყნეს დასასანქცირებელ ფასია? ხო გიპასუხეთ ყველაფერზე. როგორ არ გიპასუხეთ? გუშინ მიიღეს კონგრესში. თქვენი აზრით რატომ მოხდა? კონგრესში? მეგობარი აქტი არის ცით გუშინ რომ ტრამპი ხომ თქვენი წინასწარ მე არ ვიცი ჩემია ტრამპი? არა, ტრამპი ხომ დიდი იმედებს ამყარებდა ქართული ოცნება მიიღეს მეგობარი აქტი და გამოაქვეყნეს დასასანქცირებელ ფასია. არა ვარ ინფორმირებული. არასწორად არის გაგცემული სანქციები. ხო და რატომ ხდება ასე? ის ადამიანს უ შეიძლება სანქციები დაადო. წინამთავრობაში ხალხს რას უკეთებდნენ და დაადეს ვინმე ერთ ადამიანს სანქცია თუ არ ქონდათ ხედულობა დაჭკები. ივანიშვილის პარტია Deep State-ზე ტრამპის გამარჯვებად ჩათვლის იმას თუ ამერიკის პრეზიდენტი მეგობარ აქტს ხელს არ მოაწერს. თუმცა ამის იმედი ფაქტია, თავად ოცნების წევრებსაც აღარ აქვთ, ამიტომ ისევ ჩვეულ სტილში მოსახლეობისთვის პროპაგანდისტული პარალელური რეალობის შექმნას აგრძელებენ. ბუნებრივია დამატებული კიდევ ახალი გვარი. ივანიშვილს სინამდვილეში ძალიან ცოტა დრო რჩება იმისათვის, რომ ვითარება კარდინალურად შეცვალოს. მაგრამ არ უჩანს დღეს არავითარი ნიშანკვალი იმისა, რომ ისინი აპირებენ ამ სულელების განხორციელებას, უფრო მეტად ისინი დააბრალებენ და დღეს გავიგონეთ უკვე ეს, რომ ამ ეტაპზე ტრამპი დაამარცხა Deep State-მა და დააბრალებენ ყველაფერს ამ Deep State-ს და ტრამპის მარცხით ახსნიან ამ ყველაფერს, როდესაც დონალდ ტრამპი მოაწერს ხელს ამ მეგობარი აქტს. მათი კურსი არის სრულიად გადახვეული დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ, ჩინეთისკენ, ირანისკენ და ასე შემდეგ, რაც არის მკვეთრი წითელი ხაზები ახალი ადმინისტრაციისთვის. რაც თავადია მას მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპის ყველაზე აქტიურმა მხარდამჭერმა კონგრესმენებმა, მათ შორის მაგალითად ბრაიან მასტრმა, რომელიც არის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ფლორიდელი კონგრესმენი და ეს არის დამსხვრევა და დაანგრევა ქართული ოცნების მრავალთვიანი პროპაგანდის თითქოს იმის შესახებ, რომ თითქოს 20 იანვრის მერე რამე შეიცვლებოდა და ამერიკასთან ისინი ურთიერთობას დაალაგებდნენ. ჩვენ ნახეთ, რომ გავიდა უკვე რამდენიმე თვე 20 იანვრის შემდეგ და მათ არ ქონიათ არც ერთი მაღალი დონის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციის მაღალ ჩინოსნებთან. ჩვენ ნახეთ, რომ მათ ვერ შეძლეს ვერც სანქციების შერბილება. გარდა იმისა, რომ როგორც ფინანსური, ასევე სავიზო სანქციები დაუწესება ყველა იმ ადამიანს, ვინც პასუხისმგებელია ადამიანთა წამებასა და ქვეყნის რუსულ ორბიტაზე გადაყვანაში, სანქციების ქვეშ მოექცევიან მათი ოჯახის წევრებიც. ოცნების პროპაგანდა ახლა ისე მუშაობს, თითქოს მეგობარი აქტი მხოლოდ მათ დასანქცირებას გულისხმობს, თუმცა ეს ასე არ არის. კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოსთან ამერიკის შეერთებული შტატების მჭიდრო თანამშრომლობას. საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების შეჩერების შემდეგ მეგობარი აქტი გახდება ფუნდამენტური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებს. ძალიან სამწუხარო არის ერთის მხრივ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ნაცვლად ჩვენ გადავდივართ რაღაცა ახალ მექანიზმზე, იმიტომ რომ მთელი 10 წლეულები ქართული დიპლომატია, საჯარო მოხელეები მუშაობდნენ იმისთვის, რომ შექმნილიყო საერთო სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩო და საქართველოს კავკასიაში ყოფილიყო შეერთებული შტატების მთავარი პარტნიორი. თუმცა მეორეს მხრივ მეგობარი აქტი იცავს გარკვეულ ბალანსს ქართულ სახელმწიფოსა და პოლიტიკური პარტია ქართულ ოცნებას შორის. ახლა უკვე იქნება სპეციალური მექანიზმები კონკრეტულად საქართველოსთვის, კონკრეტულად საქართველოს რეალობისთვის და იმისთვის, რომ ყველანაირად მხარი დაუჭირონ ქართულ ხალხს. ანუ ეს გაყოფა ხალხს, სახელმწიფოსა და ქართულ ოცნებას შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ივანიშვილს დასავლეთთან მოლაპარაკების შანსი აღარ აქვს. ფაქტია, ოცნებასთან ერთ მაგიდაზე დაждდომას აღარავინ განიხილავს. პირველად საქართველოს ისტორიაში პოლონეთის დედაქალაქში საგარეო საქმეთა საბჭოს ხდომაზე ევროკავშირის კანდიდატებიდან მხოლოდ საქართველოს არ მიიწვიეს. მიზეზი ევროინტეგრაციაზე უარი გახდა. ფაქტია, ახლა ოცნებისთვის ერთადერთი გამოსავალი უკან დახევა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა. თუმცა სახე და ღირსება დაკარგული ძალა ამბობს, რომ უკან დახევას არ აპირებს. ურთიერთობის გადატვირთვა ივანიშვილისთვის ამერიკასთან სრულიად პერსპექტივა მცდელობა, მაგრამ საქართველოს აუცილებლად გადატვირთავს ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მას შემდეგ, რაც მოვიშორებთ ივანიშვილის რეჟიმს, რომ ძალიან სამწუხარო და მყივნეულია
რომ საქართველოს ასეთ ძვირფას დროს კარგავს ამასობაში, დროს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მივიღოთ უვიზო მიმოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მივიღოთ დამატებითი ინვესტიციები, მივიღოთ ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, დამატებითი დაფინანსება მათ შორის თავდაცვის სფეროში, იმისთვის რომ გაიზარდოს ჩვენი მედეგობა და თავდაცვის უნარიანობა, ყველა ის სიკეთე, რომელიც ასევე გაწერილია მეგობარი აქტში და რომელსაც მეგობარი აქტი ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას. ეს არის მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომ ჩვენ ნახეთ ასეთი ერთსულოვნება ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესში მეგობარი აქტის მიმართ. რა თქმა უნდა, ამას გზნობს ქართული ოცნება, ამის აღიარება არ უნდა, მაგრამ ცხადია, რომ მათ კარგად აქვს გააზრებული, რომ ეს აქტი ნიშნავს პირდაპირ სიგნალს თელი დასავლური ცივილიზებული სამყაროს მიმართ, რომ ამ ხალხთან, ანუ ქართულ ოცნებასთან არანაირი კავშირი არ უნდა გქონდეს, არანაირი კონტაქტი არ უნდა გქონდეს, მანამ სანამ ისინი არ დააკმაყოფილებენ ქართული ხალხის მოთხოვნას. ქართული ხალხის მოთხოვნა არის ახალი დემოკრატიული სამართლიანი თავისუფალი არჩევნები. როგორც ჩანს, ივანიშვილის ოცნება ტრამპთან ვერ დალაგდება, კიდევ უფრო გაძლიერდება ანტიამერიკული და ანტიევროპული ნარატივი. ოცნების მთავარ საყრდენად ისევ პარალელური რეალობა დარჩება, სადაც ყველა მტერია, ყველას deep state ამარცხებს ქართული ოცნების ლიდერების გარდა. იქნება იმიტომ, რომ ფიქრობენ, რომ მათი IQ ყველაზე მაღალია. IQ და ერთი წლის შემდეგ თქვენის კანონი ისევ უკან დააბრუნეთ, ქვეყანა მიიყვანეთ. IQ გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე არის შაბათს ფორმულას ეთერში, ჩვენი სტუმარი, მას მივესალმები, საღამომშვიდობისა ბატონო ზურა. მადლობა რომ გვერდთვებით პირდაპირ ეთერში, ალბათ რამდენიმე კითხვა მაქვს, მაგრამ უნდა დავიწყო ამ ბოლო რეპორტაჟის შეფასება არ მინდა თქვენი, თუმცა ქართული ოცნება რაღაცნაირად ისე ფუთავს მეგობარ აქტს, რომ თითქოს მეგობარი აქტი მხოლოდ მტრული აქტია და სანქციებს გულისხმობს, თუმცა სინამდვილეში აი ამ პროპაგანდისტული ნარატივი ცდილობს არ გაამხილოს და ცხადია მათი ტელევიზიებიდან ამას საზოგადოება ვერ მოისმენს, რა არის მთავარი სიკეთეები ქართველი ხალხისთვის მეგობარი აქტით. რომ დავიწყოთ იქიდან, რომ გააჩნია ვისთვის პრობლემა მეგობარი აქტი, ნამდვილად არის მსხვილი რეჟიმისთვის, რომელსაც დღეს უზრუნველყოფდა ძალაუფლება საქართველოში და რომელიც ილოცვა საქართველოს დააშოროს მასწავლებლად დასავლეთ ცივილიზებულ სამყაროს თავისუფლად ტექნოლოგიას ისტორიულად საქართველოს პოლიციის სახელით და დაახერხოს ისევ მუსეზე დააბრუნოს ძლიერი და ამ გაგებით კი ის არის მსხვილი აქტი ქართული ოცნების რეჟიმის სასახატისია. ვაფშე ხალხს რომ მეორე შეხედოთ დასავლეთი და ამერიკაში პროვინციაში კონსულტეს საქართველოში დემოკრატიის შენობა, ლიბერალური დემოკრატიის შენობა და ადამიანის უფლებების კანონის უზენაესობას და შემდეგ მათი პოსტატი ეს რეგულაცია ქართული ხალხის მიმართ. მათ შორის პირველ ვერსიაში ამ აქტის ეწერა ძალიან კარგი რაღაცეები, რომელიც ყოველ რედაქციაში აღარ არის საუბარი იმაზე, რომ თუ როდესაც მოტრიალდება საქართველოს კულტურა, საქართველოს დაადგება დემოკრატიის შენებლობის და ევროინტეგრაციის გზას, რომ ამერიკა ამ ზადარის დამოკიდოს თავისუფალებისა და უზრუნველყოფის საქართველოს მეთოდაში. ეხლა ეს შემეწერები აღარ არსებობს, თუმცა ასევე შემეწერები მასთან მოწრებში თუ მოხდება პროცესის მოტრიალება განიხილავენ უფრო მეტ ადამიანურ კონტაქტებს, მათ შორის გასი პროგრამებს ქართული სტუდენტებისთვის და განიხილავენ სამხედრო თვალსაზრისით თანამშრომლობის გაძლიერებას, მათ შორის კონკრეტულად ტერიტორიული დასაშვისისას აკეთება ქვეყანას მცირე აგრესიის შესაძლო უსულიერესთან თავდაცვისათვის. ამიტომ ხალხსაც ეს არის მეგობრული აქტი, და შეიძლება ამ აქცია არის საუბარი ძირითადი აქცენტი ხდება ხოლმე სანქციებზე. სანქციები პროდუქტებში ნაწილია ამ აქციის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სხვა რაღაცას წერია. პირველში წერია რა არის მიზანი ამ აქციის და მიზანში კიდევ გაფრთხილებული მიზანი არის ის, რომ საქართველოში დაუპირისპირდეს ირანული და ჩინური გავლენების გაძლიერებას. ისევე წერია, რომ ორი დოკუმენტი არის მოსაზრებელი, ერთი ეს არის დოკუმენტი გამომზადეს რომელიც შეეხება საქართველოში უსული აქტივების შესახებ ინფორმაციას და აქტივებში გულისხმობა ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ რუსეთზე, ამ პირდაპირ აღიარებული ამ აქტით საქართველოში მოხდა განახილების განმავლობაში საქართველოს მასიური ინფილტრაცია და მათი გამოვლენა არის ამ აქტით დავალდებულებული აღმოსავლეთის ფონზე, ისე როგორც ასევე საუბარია მეორე დოკუმენტზე, ეს არის ხუთწლიანი სტრატეგია, ანუ გათვლა არის იმაზე, რომ საქართველოს
საქართველოში რჩება ეს რეჟიმი რაღაცა პერიოდით, როგორი უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგია საქართველოსთან მიმართებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის. ამისა არის ერთი თავი, რომელიც ეძღვნება როგორი უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა, მანამ საქართველოში არის ის რეჟიმი, რომელიც არის თეორიის ისტორია რაღაცები წერია, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი შემოერთած ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირ ასახავს იმ მოთხოვნას, რომელიც დგას პრესის თავის განმარტებას არის პოლიტიკოს ნაკლებობის საკითხი, ეს ხდება ამერიკის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი, რომ პაცენტ პოლიტიკა არის საქართველოში ახლა ასრულებს და მნიშვნელოვანია და ხოლმე ამის შემდეგ არის საუბარი სანქციებზე და ეს სანქციების ფაგა და მნიშვნელოვანია ორი ტიპის სანქციებზე საუბარი. ერთი, რომელიც შეეხება ოცნების წარმომადგენლებს 2014 წლის პირველია გამოყენებული, რომლებსაც ცვლილია შეტანილი საქართველოს დემოკრატიულ კურსში და უამრავი ვიღაცა შეიძლება მოხდეს თავის ოჯახის წევრებიანა, ეს ჩანაწერი პირდაპირ გაკეთებული და მეორე ეს არის სხვა ტიპის სანქციები, ფინანსური სანქციები, რომლებიც შეიძლება შეეხოთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ეკავათ გარკვეული თანამდებობა ოცნების ხელისუფლებაში, ანტიდონოსების პარტიაში, რომელმაც დიდი გამოუცხადეს საქართველოს მშვიდობას, სტაბილურობას, სუვერენიტეტს და ითოქიანობას და ამ შემდეგ და მათ შორის მომდევნო საფუძველი კორუფციაში. ამიტომ ამდენი ზემოთ არ უნდა იცადნენ იმას, რომ აუცილებლად ამათის მნიშვნელობა წაგია ვერანაირად ეს აქტივი შეიძლება პრინციპია ევროპარლამენტის რეზოლუციებს, რომელსაც ფინანსური დოკუმენტაციის ხასიათები რომლებიც ეს არის კონკრეტული კანონი, რომელსაც ჰქონდა ძალიან მაღალი ხარჯაჭერა წარმომადგენელთა პალატაში, ისეთი მასე ძალიან მაღალი ხარჯაჭერა უკვე სენატში და შემდეგ ამას მოაწერს ხელს პრეზიდენტი ტრამპის პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი ადმინისტრაცია პრეზიდენტის ხელმძღვანელი დაადასტურებს საკუთარ დამოკიდებულებას საქართველოში არსებული რეჟიმის მიმართ. ზუსტად ეს მით ამას დამიშველობა, ზუსტად ეს მით ამდენად საშიშია ეს მათთვის, უბრალოდ ახლა ისკიბას არ იკეთება საკუთარი უკვე საკუთარი ხარჯაჭერების საკუთარ ნაწილს კიდევ ერთხელ აჯერებენ, რომ ვითომ არაფერს არ ეშინიათ, ვითომ რაღაცას სუვერენიტეტს იცავენ, ზუსტად ინსტიტუტის ტექნოლოგიას იყენებენ, ვითომ ძალიან მყარად არიან. კი ბატონო, თუ მათი ლექსიკაც ისეთი მწირია, როცა ამაზე საუბრობენ, რომ რთულია ვინმე მათ შორის მათმა ამორჩეულობა მათ დაუჯეროს. ბატონო ზურაბ, ცოტა დრო გვაქვს, მინდა რომ მალე გაგიშვათ ეთერიდანაც და კიდევ ორი კითხვა დამრჩა. გასულ კვირას ქართული ოცნებისთვის ყველაფერი გახდა ირაკლი კობახიძე, მათ შორის პარტიის თავმჯდომარეც. რა შეიძლება ეს მიუთითებდეს ან მოგვასწავლებდეს სამომავლოდ? ბევრი ვერსია მოვისმინე ამ რაღაც გადაადგილებებთან დაკავშირებით. ყველა შეიძლება არ ქონდეს აბსოლუტური უფლება ყველას ცხადია რაღაც შიდა დაპირისპირება ვიღაცები მაგალითად ღარიბაში როცა სანქციების დაუძებოს შემდეგ, მაგრამ მე ჩემი დამოკიდებულება არის სხვა პრიზმიდან უყურებ. მე მგონია რომ რეჟიმი არის ახლა ისეთ ფაზაში, როდესაც ივანიშვილს ჭირდება ზედა როლებში სულ უფრო ისეთი ხალხი, რომლებიც სულ უფრო საზიდროებებზე არიან შელის მომწერები, ნუ კობახიძე ამხრივ არის გამორჩეული. ანუ რეჟიმი არის ეს ფაზაში, როდესაც მას ჭირდება უტასკის კიდევ უფრო მეტად სასტიკი, კიდევ უფრო მეტად უსამართლო, კიდევ უფრო მეტად მეტი უკანონობა ჩაიდინოს, კიდევ უფრო მეტად არაადამიანურ მოეწყოს ადამიანებს და ამას ჭირდება ზედარგოლებში ესეთი ადამიანები, რომლებიც ამაზე უპირობოდ აწახდებიან და მოაწერენ საერთოდ ჩემი პრიზმა, რომელთაც მე ხა ყველამ გადაადგილებას უყურებ, არის შედეგი, რომ ყველა ეს გადაადგილება არის დაკავშირებული იმაზე, რომ ზემოთ წევენ ადამიანებს, რომლებიც კიდევ უფრო უპირობოდ ზადარია ყველანაირ საზღვრებას მოაწერონ ხელა. ყველა ვიღაცის დაწინაურება, ვიღაცის კომპეტენციების გადამეტი ძალაუფლების მიცემა ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ჩემ თავს ყოველთვის ესე არის, აცხადებს მისაობას და ივანიშვილი მას დაინახა და მაგიტომაც წამოწეს ზემოთ, რომ ყველანაირ საზღვრებას მოაწეროს ხელა, რომელიც შეიძლება მის წინამორბედი ცხრად ბოლომდე არ იყო, ან ისე იშინოდა, ან წუწუნებდა, ან მეტი დრო ჭირდებოდა, რომ განსხვავებული მიეღო. ისეთი ხალხი დაწინაურდებიან, ეხლა ეს ფაზაში არიან, რომლებიც იქნებიან ყველაზე ამურაულები, ყველაზე გარეწრები ყველაფერზე ხელის მომწერები. კი, ეს გამოცდილება ნამდვილად აქვს ირაკლი კობახიძეს, ძალიან ბევრი ცუდი ამბავი და მოვლენები უკავშირდება მის სახელსა და გვარს და ბოლო კითხვა და გაგიშვებთ ეთერიდან. დღეს ეთერში, ჩვენს ეთერში კახარიას პარტიის წარმომადგენელმა თქვა, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ისინი მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ოცნებამ გამოაცხადა უკვე წინა საარჩევნო კამპანია. თქვენი პოზიცია რა არის? თქვენ რას ეტყოდით ახლა ამ მომენტისთვის? როგორი იქნება თქვენი როლი?
ასახა რომ ამ ფორმის აფორმისას ახლა ეს ადგილობრივი არჩევნებია, მაშინ მოეწყოს არანაირი შინაარსი არ აქვს, მეც ჩემი აზრით იქნება ძალიან პრობლემური, იმიტომ რომ იქნება ედვარი გამართლება, ხაზი გადაესმება ყველაფერს. ამ სხვა არაფერი არ იცვლება, არც ახალი საპარლამენტო არჩევნები ნიშნება ახალი წესებით, ახალი ადმინისტრაციით და არც პოლიტიკურები არ არიან დაფარული. პირიქით მდგომარეობა 21 ოქტომბრის შემდეგ არჩევნებთან მიმართებაში კიდევ უფრო გაუარესთან, მილიტარული რეპრესიული კანონმდებლობა, ცივი დაკიდვა ფაქტობრივად გახდა შეუძლებელი და შემდეგ ამ რეალობაში არჩევნების მიმართებების მიღება ნიშნავს იმას, რომ სასწაულს 2000 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების ცეცხლს გამოცხადებული ლეგიტიმაციას ახდენ ირიბად, ლეგიტიმაციას ახდენ დეკაბრის ადამიანების წარმობის და ის ყველაფერი დაიზახეს ყველაფერი მასერია ყოფილა, ლეგიტიმაციას ახდენ ყველა იმ რეპრესიულ კანონმდებლობას, რომელიც მათ მიიღეს და იდახეს არაფერი არ ყოფილა და ხატაო რაღაცა დემოკრატიის სურათ თითქოს ქვეყანაში არჩევნები ტარდება და თითქოს არჩევნები შეიძლება პოტენციალურად იყოს თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული და ასე შემდეგ. ხო, მე არ ვიცი ეს როგორ უნდა გააკეთო, კიდე გავიმეორებ ამ მოცემულობაში ამასობაში ახლა ვარ. მე რაც ნახე განცხადება კიდე რაღაცა შეებოდა შანსი, ან რაღაცა უბარი იყო იმაზე, გახარეს წარმომადგენლის გარო რაღაცა გარემოებები შეიძლება შეიცვალოს და ამის გამო შეიძლება მიიღონ ეს გადაწყვეტილება მონაწილეობის. მე ამ პასუხზე მაგით ეკითხა ამასაც სამ უკვე არის ორი თვია თუ მეტი არა, ეს კითხვა არის ის რომ რა არის ეს გარემოები რა შეიძლება იყოს ამ შეთანხმებული რაც იმაზე რომ მე ჩაინ გვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ახალი წესებით, ახალი ადმინისტრაციით და თუ არაფერი შეიცვლება და დარჩება ეს მოცემულობა, რაც ახლა მოცემულობა არის, ზურა გირჩი ჯაფარიძეს თვით მმართველობის არჩევნებში ვერ ვიხილავთ ეს ამ ორი გარემოების გარდა თუ კიდე არსებობს რამე გარემოება რაც შეიძლება შეიცვალოს, რის გამო შეიძლება ანუ არ ჩატარდა ახალი საპარლამენტო არჩევნები, ახალი ადმინისტრაცია, ახალი წესები და არ გაათავისოს პოლიტიკურები, რა არის ეს გარემოები, რა შეიძლება შეიცვალოს, რის გამო შეიძლება ვინმე მიიღოს გადაწყვეტილება მიიღოს მონაწილეობა. მაშინ ეს უნდა ითქვას, რომ აი თუ ესეთი რაღაცა მოხდება, მაშინ ამ შემთხვევაში ვიღებს მონაწილეობას და რა არის ესეთი რაღაცა ორი თვია უკითხულობ და არავის ამაზე პასუხი. კი ბატონო. მადლობას გეტყვით, მადლობა რომ დრო დაგვითმეთ, დაგემშვიდობებით გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერს ზურა გირჩი ჯაფარიძეს უსმენთ პირდაპირ ეთერში. ცოტა ხნით უნდა დაგემშვიდობოთ, ნახეთ რეკლამა და მან დავბრუნდეთ.